ძალიან დილა მშვიდობის გუშინ წავაწყდი რა ვიდეოს რა აი კომუნიზმის ნარჩენები აი დედას დონეები რო არიან რა ხო იცი ახლა რა აი ყველაფერი რო იციან რა და მაგათ სიტყვა სხვათაშორის ეს მოგონილი უდონო ჩვენ ხო უდონოები ვართ და ეგენი არიან რა იმენა აი კომუნისტების დროს რამდენიმე ოჯახი რო მართავდნენ რა გრუზიას ტანს აი მაგათ ლაყაფს წავაწყდი რა აი ეს ის ხალხია ეგენი იმენა 2008 წელს რომ ხელების სრესვით ელოდებოდნენ როდის შემოვიდოდნენ რუსები თბილისში რა რომ რაღაც ძალიან ესე დასტაევსკით განბრძნობილი სახეებით დახვედროდნენ რა რუსებს აი ეგენი არიან ეგ ხალხი არიან ყველანაირ ეროვნულის წინააღმდეგი რო იყვნენ რა თავისუფლებიდან დაწყებული არ ვიცი დამთავრებული თუნდაც პოეზიით რა იმიტომ რომ ახლა მაგათთვის სხვა დონეები არიან ეგენი რა რაღაც მაგათ დაღუპეს საქართველოს ეგენი ღუპავდნენ საქართველოს აი ეს წითელი ინტელიგენციის ნარჩენები არიან დღესაც ვინც აფუჭებენ საქმეს რა და აი ერთხელ ჩარეცხილები ისევ რომ ამოტივტივდნენ რა მაგრამ მალე მოუთავდებათ მაგათ აი ეს პარპაში რა ეს არის კლასიკური მოღალატე ადამიანების ხროვა აი ხროვაც არ არის ხროვას რას ვერჩი ხროვა არის მგლების და ესენი არიან ტურები რა ესეთი როჟევით რა ეს შარნირებზე რომ მოძრაობენ ხო იცი რა პლავნად რა მაგათ დაღუპეს და ეგენი ღუპავდნენ ყოველთვის საქართველოს და ემათი დრო ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს და მოთავდეს რა ახალი სიტყვა რო აკაცუკი და სანამ ესეთებს ვაბოგინებთ საქართველოში და სანამ არ მიუჩენს ქართული ხალხი ადგილს რომ დაეტიე რა რუსის მონა სანამ არ მიყენდებიან ესეთი ხალხი საქართველოს არაფერი არ ეშველება ეს ცრუ ინტელიგენცია მის დღემში კგბ-ს ხელფასებზე რომ ისხდნენ რა და სამშობლოს რომ ყიდიდნენ დღენიაдаг რა ისევ წამოტივტივდნენ რა იმიტომ რომ ბევრ ფულა კაცი გამოჩნდა და გაეგნენ ეგრევე რა აი ეგრევე და ისევ პრეტენზია აქვს რომ რამდენიმე ოჯახმა უნდა მართოს თურმე საქართველო სხვა სიტყვას არ არის საჭირო აქ რა მხოლოდ აი ეს კარგად ვიღავით